გარემოს დაცვის მინისტრმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ და იმერეთის გუბერნატორმა სათაფლიეს ნაკრძალი ბავშვთა სოფლის 30-მდე ახსაზრდელთან ერთად დაათვალიერეს. მზრუნველობა მოკლებულმა ბავშვებმა სათაფლიის რეაბილიტირებული მღვიმე, გადასახედი და დინოზავრების ნაკვალევი ნახეს. ამის შემდეგ კი ნაკრძალის საგამოფენო დარბაზში სააგენტოსგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. ამ საქველმოქმედო აქციით სათაფლიაზე ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ექსკურსია კი პირველად განხორციელდა ქუთაისის საინფორმაციო ტურისტული ცენტრის დახმარებით, რომელიც სეზონის დახურვამდე იმუშავებს. სათაფლიის ნაკრძალი არის ოფიციალურად გახსნილი ველოდებით ძალიან ბევრ სტუმარს დამთვალიერებელს. სათაფლი არის უნივერსალური ადგილი, სადაც თავისას იპოვის როგორც პატარა ბავშვი, ასევე საკმაოდ ასაკოვანი ადამიანი, ასე რომ ყველას გელოდებით. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით დღეს მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებთან ერთად გაიხსნა ტურისტული სეზონი სათაფლიის ნაკრძალში. ბავშვებმა დაათვალიერეს მღვიმე, ნაკვალევი, შუშის გადასახედი. ჩვენ ვეცადეთ, რომ ერთი დღე მათთვის განსაკუთრებული ყოფილიყო.